დაიწყო უკვე. ვართ გოდერის უღელტეხილზე, ეს მე რამდენიმე მეთქვა ალბათ. გოდერის უღელტეხილზე ზღვისდან 2025 მეტრზე. მოვიდით რიყეზე ქვების აძებნელად, აქ ძირითადად შევხვდებით. ამ რიყეზე შევხვდებით ოპალს, აგატს, გაქვეყნებულ ხეს. წინაზე რო ვიყავი, ძალიან ლამაზი ჟეოდი ვიპოვე დროის. ღვთის პროვის. რა უნდა გქონდეს აუცილებლად, როცა მოვდივართ როკ ჰანტინგზე. რა უნდა გქონდეს? პირველ რიგში უნდა გქონდეს წერაგი. ამით უნდა ვთხაროთ, იმიტომ რომ ხელით ზოგჯერ ძალიან გაჭედილია ხოლმე და მარტო ვერ იზამ. უნდა გვეცვას ბოტები, ახლა არ მოცვია ბოტები. იმიტომ რომ ძალიან სპონტანურად წამოვედით აქ და არც მაგ იდეაში უნდა ვიყიდო. ხო. მზისგან დამცავი, იმიტომ რომ მზეში გვიწევს მუშაობა და თუ გვაქვს ხუდი დავიფართ ხუდი, იმიტომ რომ კისერი დაგვიწევა. ეხლა მთელი მუღამი არის რომ ძირს იყურო და ეძებო. რატო ვართ აქ? ბოდიში დამავიწყდა მე. რატო ვართ აქ? იმიტომ რომ მდინარე იყო აქ, მე კალაპოტს ვიქვა და გადაინაცვლა არის იქ. რახან აქ იყო, ანუ დიდი შანსი არის იმის, რომ აქ უკვე ჩამოიტანა თიდან მასალა. ამიტომ დავეძებთ აქ. ნახოთ. ვიპოვეთ ქვა. Let's go. დიდი რაღაც გაზის უკან და oh my god. კიდე უკან არის. მეგი, წამოდი, გაიქეცი. რა, აღარ არის. უიმე გაზის ტრანზიტი. ვაიმე. და გაფრინდა. ძო გაფრინდა. კაი. დინარეს რო გადავდივართ, უნდა მოვუცინჯოთ ჯერ ქვები, სანამ გადავა. მომყევით. დაასველი, ახლა და ისე გადავა. ხო, ეხლა უნდა დავასველოთ. ეს არის წესი, ესეთი წესია მეგობრებო. ნახეთ, ეს არის ნამდვილი აგატია ეს. გადავიდეთ. ნამდვილ გეოლოგთან. მოვსინჯოთ ზიერალი. ოპ. აყალებს. კიდევ ნახე აგერ წაი. აჰა. აგერ კიდევ. მე ახალი ვარ ოპერატორი, ისე რომ რამე. რო რამე ამას მე თვალი ისე ეჩვევა რომ პირდაპირ ხედავ ამ ქვებს. ეს ორი ქვა არის ხა ნაპოვნი, მოდავსოთ. აუცილებლად ჭაობივით არის ეს ადგილი. ბიდი, დაასველი, არაფერი არის, და. აიო. ფილტალი. ნახეთ როგორ ეტყობა ხის ზოლები, ანუ ეს არის გაქვეყნებული ხე. გაქვეყნებულ ხეში წარმოქმნილი მინერალი. ეს ბუნიაშმა არის. აი ნახეთ. გაჩერა ხელი. წითელი ჩაწინწკლები რაც არის, ეგ არის ეშმა. იაშმა, არ ვიცი როგორ ბევრნაირი სახელი ქვია. ჯასპერი. კაი, წავედით. აბა, აი კიდე. მე ნახე აქ აგატებიც აქვს, ხო? ხო, აგატი არცი არა. ხო რა. ესენი აქ არ ეყარა, მართლა ვიპოვეთ. ხო, არ ეყარა. ჩვენ დავყარეთ და ხალხზე წინასწარ დავყარეთ და აქ წალი მოდიოდა, ასე და ახლა რო შემცირდა, წალი გამოჩნდა. ჩიმეში ვიყრი, იმიტომ რომ ჩანთა არ წარმოგია. მოდი რა ჟენზია სკოლა და ყველა უყოთ და რო იპოვეს, მე ჩვენ მივისაკუთროთ. დიახ. ვიპოვეთ, კიდევ ვიპოვეთ. Oh my god. რა მაგარი ხოთა, რა მაგარი ხო. ძალამაზია, ნახე. დაასველი უფრო ლამაზ გამოჩნდება თავის დაღდის. ვაიმე, ეს რო გაჭრა, იქნება ულამაზესი, ჩემი აზრით. გაგიჭრით მაგ ქვასაც. მეორე ნაწილისთვის გამოიწერეთ გვერდი რომ ნახოთ გაჭრა. Oh my god, მეგი მიპოვა. ეს გაქვეყნებული ხეა. დიახ. გავიგიბოთ. ჯერჯერობით ეს არ გამოვიყენებია. მაგრამ წინაზე რომ მქონდა, მაგრამ გამიჭირდა, ასე რომ ძალიან კაია რომ წამოვიდე. ეს გადა. აი ხა გამოვიყენებ, ნახე დენა მიყილა. გაჩერდი. აი. ია, მე. გავიწყოთ. ჯერ მოვაშოროთ. აი ნახეთ კიდევ. ოთ. მაიც წამოდავასვათ. მაზია. კი, აბა, გვესროლე. მოდი. ეს დაიში. ამ ამაზე. რა ხერა რა მაგ გაქვაბული ხია.
ვაუ, ზია დეიდა. მაგერო დაასრულა, მაშინ აიყო. ნამდვილი. ანუ ძალიან მაგარია. ნახეთ რა ხალხში ვიზრდება. პოსტა რა. ნახეთ ეს არის გაქვაბული ხე. განახშირებული უკვე. იმიტომ რომ გაქვაბული ხეები წარმოიქმნა ვულკანიზმის დროს. ანუ ვულკანი ამოიფრქვა. და ვულკანურმა მასამ ძალიან მალე მოაქცია ხეები ფერფლში, ვულკანურ ფერფლში და ვულკან წარმონაქმნებში. და ამიტომ ხის პრეზერვაცია მოხდა 100%-ით, უმეტეს შემთხვევაში. აი, გაქვაბული ხე. იღე? აბა. ნახეთ რა ამაზია. როგორი ტყუა ზუსტი ზოლები. ანუ აი ესე იყო რა, ხე იყო ესე. და ეხლა ეს რა წავ უფრო კარგად ვაფოკუსო. აი კიდევ უყოლი ვიყავთ. ეხლა ეს რო გადავჭრათ, ხო? აი ეს სწორედ რო გადავჭრათ. გამოჩნდება წრიული ზოლები. და სხვათა შორის რაც შემიძლია თქვა აქ გაქვაბულ ხეებზე, ვულკანიზმი როცა მოხდა, მაშინ იყო სუბტროპიკული გარემო. გოდერძ უღელტეხილზე რაც ნიშნავს იმას, რომ მაგ დროს ძირითადად იყო დაფნისებულები, მაგნოლიისებრი და პალმები. იქ გოდერძ უღელტეხილის ჩამოსასვლელში რო გაქვაბული ხე არის, ეგ არის პალმა. და ადრე მაგას ფესვები ქონდა, უბრალოდ მე დროთა განმავლობაში ჩამო. აბა. მოკლედ. ბაბუეძებს ჩვენ დავსდევთ. და აგერ არის აი. აი ეს დაქვაბული ხეა. გავედი. ამასაც რა ხე ზოლები. აი ამას ბოლოს ნახე კვარცი აქ. აი კვარცი არის. წამე. ნახეთ როგორ გამჭირვალეა, მოდი აბა ტელეფონი დავანათვე ხა. ნახე. შეიძლება. ხო, აი ნახე ეს რო გადის. აი ესე იგი არის. კვარცი. შეხედე. ნახე. აი წონი ხო. აქაც კვარცი არის. შეკვარცებულია. არ იმწყალში დავასრულოთ. აი აქაც კვარცი. დიახ, ამაზე იქნება გაჭრა. სმით. ვაუ, არა ნაკვარმინაკი ასიცელი. ნახე ქარვასავით არის. ამოხო. ამბობერო ქარვაც არის ჩვენი. ქარვა ორგანულია მეგობრები დავუმოწორეთ. ეს არის 100% ლამაზია ნახე. ვაიმე! ლამაზესია, მოიცა ფლეშ გავატარეთ, აბა. ნახე. მაქსიმალურ ფოკუსს კონტროლ. ვაიმე, ამ ზოლებს უყურე. ამ ზოლებს უყურე. აკრესულე გეთეხნახული. ზიარა. ჩანს. ვაფშე მაგრა გამოჩნდა. ვაიმე, ულამაზესია. აი მაგეთი ფირდი. აი ნახე. უი ეს ჩანს. მინდა. ხალხურ შეგო. აბა. სახლში ესეთ ხეები გვაქვს მილიარდი და სასანთლებოდ ვიყენებთ. აი ესეა ძმაო რო იზრდები გოდერძ უღელტეხილზე. ისეთი საინტერესო ცხოვრება. ვაუ. უშიშარ კამე. აი ხელა. ისინი ნელა გადავყარა. ნელა. ვაუ. Нервы мишки друзья мои. Вау!
აქ ხტანაც გადაიღე მიაბოდ. აი დავასრულოთ. ლამაზია რა. ძალიან ლამაზია, თანახი ხელი გაუსერწ. ხელი გაუს, ვაფშე აღარ ჭირდება გაპრიანება. ოქება არ ჭირდება. სიგიჟია. ძალიან ლამაზია. გადავშუღებ. ესე გამოიყურება ჩვენი ნადავლი დღევანდელი. მხოლოდ ერთი ლოკაციიდან, ნახეთ რა ლამაზია. ეს და ეს არის განსაკუთრებულად ლამაზი. აი ეს ნახეთ, აი ქარვასავით არის პროს. ძალიან ლამაზია. ავთან მგონია ზუსტად. You know. ხებზე ის უნდა იცოდეთ, რომ ხები ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან ფესვებით. და ერთმანეთს ელაპარაკებიან. ოღონდ ჩვენ რომ კალათი რო არ წამაიღერა, უნდა ჩააწყო ახლა შიგნით. შენ იმას ლაპარაკობ, რომ ამოსული სოკოების დაემალე. გავაგზავნით. კომპლექსი შევასწარეთ ბოდიში. რას ვამბობდი და ფესვები. ხო, ფესვები ერთმანეთთან ფესვებით არიან დაკავშირებული მიწის ქვეშ. არის წარმოიდგინეთ დიდი world wide web, ოღონდ ხებით. და ეს ხები ელაპარაკებენ, ხო, ფესვებით. ფესვები ერთმანეთს ელაპარაკებენ სოკოების მეშვეობით. არსებობს ორნაირი სოკო, რომელიც გარეთ ფესვებზეა და რომელიც ფესვებშია. და ფესვებით კომუნიკაციობენ ეს ხები ერთმანეთთან, ერთმანეთს აგებინებენ რამის საფრთხის შესახებ. ერთმანეთს აგებინებენ ტემპერატურის, ტენიანობის და აშო. და ხები ლაპარაკობენ. ეს დამტკიცებული ფაქტია მეცნიერების მიერ. ჩემი კომენტარი არის, რომ არ დაანაგვიანოთ დღე, მოვფრთხილდით დღეს, ელაპარაკეთ ხებს და მადლობა გადავხადეთ ბუნებას, როცა მისგან წახვალთ სახლში. ამ ბედნიერ ნოტაზე გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე. ის საპატარო. აი